აი ეს არ გინდათ რომ ჰაუსში შევიყვანო? ციქიდით ვაიმე რა საყვარელია ხახნო ის ძალიან მენატრება ესეთი დედასია და მოკლედ მეგობრებო ხადმზადებით ჩვენ ლაივისთვის მე და ბასასებ წესრიგდებით და ძალიან საინტერესო რაღაცები გელოდებათ თუ რაღაცები გაინტერესებთ მითხარით ეხლა ვარ სახლში დღეში ერთხელ კვირაში ერთხელ გამოვდივართ პარასკევობით მოკლედ და ეგეთი ამბები გვაქვთ ოიმე თან დიდხანს ვერ ჩერდება მოკლედ ყურადღება კი უყარს მაგრამ დიდხანს ვერ ჩერდება მოკლედ თუ რაიმე გაინტერესებთ მეგობრებო შეგიძლიათ მკითხოთ გიპასუხებთ ყველაფერს რაღაცების წასაღებად მოვედი ეხლა მაგრამ ჯერ ჩვენც არ ვიცით მოკლედ როგორ იქნება ეს ყველაფერი დასალაგებელი მაქვს თუ რაიმე გაქვთ დღეს ჰაუსის გადაცემა ზოგადად სტრიმები და გადაცემა არ არის იმიტომ რომ გვექნება ლაივი გვაქვს და ლაივის დროს არ არის ხოლმე გადაცემები 11 საათზე იქნება ლაივი სადაც ძალიან საინტერესო რაღაცები იქნება როგორც გითხარით მე ვარ აუთსაიდერი ერთ-ერთი მე და ლორენცო წინა კვირასაც ვიყავთ და ეხლაც ვართ ხო და მარიამის დედამ თქვა დადგმულიაო ლამაზმა ხო მარიამ ლამაზის დედამ კი წავიკითხე მეც რომ დადგმულია და TikTok-ზე ჩაუწერია ეგ ვიდეო რომ დადგმულია უბრალოდ მე მართლა არ ვიცი რომელი ნაწილია დადგმული ის რომ მენტალურად არ იყო კარგად და რეალურად ეს ადამიანი ტიროდა მე მგონია რომ გულწრფელად არ იყო კარგად და რო ტიროდა მართლა ტიროდა და არ მგონია რომ ამას თამაშობდა თავიდანვე რომ შევედით და სულიწრო იმიტომ რომ ფიზიკურად არ ქონდა იმის ძალა რომ ამდღარიყო ესეც მჯერა რომ მასია ანუ მაგას თუ თამაშობდა ვერ გეტყვით ისე ვიტყვი რომ ალბათ დედამ უკეთ იცის იმიტომ რომ ყველა მაგას მეკითხება ხოლმე დადგმულია თუ არაო რადგან ინგამ გააკეთა ბოდიში ინგამ გააკეთა ესეთი განაცხადი რომ ეს არისო შოუ და დადგმულია ნუგჯერად ყველაფრის უბრალოდ რა ნაწილი აქვს დადგმული მე მართლა არ ვიცი თავიდანვე როგორც კი შევედით მარიამ ლამაზი იყო ძალიან სუსტად თავს გრძნობდა ცუდად ჩემი წითელი დროშაც ეგ იყო რომ ხედავდი რომ ადამიანს ფეხზე ადგომა არ უნდა საძინებლიდან გამოდიოდა და დივანზე იწვა იმიტომ რომ არაფრის თავი არ ქონდა და მე პირველივე დღეებიდანვე შევატყვე რომ ადამიანი იყო ცუდად და ჩემი წითელი დროშაც რო გადავეცი მას მივხვდი რომ ეს ადამიანი მე ღართო ესე თუ გაგზელო უფრო ძალიან დეპრესიულად გრძნობდა თვითონ თავს და ჩვენც რო უყურებთ მე ყოველ შემთხვევაში ჩემი წითელი დროშა იყო ეგ მაგ მიზეზით და არა იმიტომ რომ მე დაშვეთ მარიამის რაღაცა შემშურდა მისი სილამაზის ან წარმატების ან ფოლოვერების და ასე შემდეგ თუმცა რა ნაწილი იყო დადგმული ვერ გეტყვით ანუ არ ვიცი მე დიდი სიამოვნებით დაველაპარაკებოდი ინგას ამის თაობაზე და გავიგებდი რა იყო აქ დადგმული ჩემი აზრით მარიამი გულწრფელად იყო მე ვთქვათ ცუდად ვერ გეტყვით ლაუდი ნახეთ ხალხო ეს რა საყვარელი ახლა მას უნდა რომ მე დავვარცხნო და ამიტომ მე ზის მელოდება ცოტა ხანი დაგელაპარაკებით კი ბარიატრიის გამოც მაგრამ ბარიატრიის მერეც ну სულ ტირო და ისე ძალიან სულ მოწყენილი იყო არ ვიცი ამბობდა რომ ოჯახი ენატრებოდა ამბობდა რომ ბავშვების გარეშე ვერძლებდა ეს მე მივიჩნიე დამაჯერებლად და რა ნაწილი იყო დადგმული ვერ გეტყვით არ ვიცი შოუში რო ვართ ეგ ვიცით უბრალოდ ეხლა ვთლათ ეხლა ყველაფერს ალბათ ვერ დადგამ რაღაც ისეთი თემაა
ნახეთ ხალხო, ეხლა ეს მელოდება მე როდეს დავწოთქავ. ეხლა მითხარით ხალხო, ეს არ არის ძალიან საყვარელი? ჩემი აზრით ეს ძალიან საყვარელია. კიდე რამე თუ გაინტერესებთ, მკითხეთ, იმიტომ რომ ეხლა თავის მოსაწესრიგებლად ვარ წარმოდგენილი. ბაჭი. ცოტა ბაჭია, ნახეთ ხალხო რამ ხელა, ეს არის 9 კგ. ეს ბავშვი არის 9 კგ, რო ძალიან მიყვარს და ძალიან მენატრება. ეს წავიყვანო ჰაუსში. გოფუმფულა ძალიან. მარიამ და ჯავახა შეიგდებიან თუ არა? არ ვიცი ხალხო, მეც მაინტერესებს. მეც თქვენსავით ველოდები მაგათ რა ვიცი, ჩემი მოსაზრება ვთქვა ამის თაობაზე. ჩემი აზრით შეიძლება არ ვიცი, ნახოთ. ეს არის ჩემი აზრით მარიამის და ჯავახას გადასაწყვეტი. აუდი, ისე რას ფიქრობ? ეს არაფერს არ ფიქრობს. აი საყვარელია. ეს არაფერს არ ფიქრობს, მოკლედ. ხო, მე მაგ წყალს ვიცით რომ ძალიან გულშემატკივრობდი, ძალიან საყვარლები არიან ორივე. ნუ ხა მე მარიამთან უფრო დავახლოვდი, რა თქმა უნდა, მეგობრობ. და ხარს უჭერ ხოლმე რაღაც ძალიან ბევრ ნაწილში, განსაკუთრებით როცა ყველა წაესევა ხოლმე და ლანძღავენ და ასე შემდეგ. მაგრამ ურთიერთობა ისეთი თემაა, რომ ვერაფერს ვერ ურჩევ მან და ადამიანს. თვითონ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, ეს ადამიანი უნდა, არ უნდა, შერიგება უნდა, არ უნდა. მან რჩევები როგორც წესი არ მუშაობს და ვერც ვურჩევ ალბათ რა უნდა ქნას. თქვენ როგორ ფიქრობთ? პუმპულა ხო მოკლედ დღეს ლაივზე მეც ვემზადები ხარც ვიცი რა უნდა ჩავიცვა ჯერ ალბათ რამე გამოპრანჭული თუ ისეთი საშინაო ჯობია ბარემ შეიძლება სახში წამოვიდე რა ვიცით ხო და ბარემ ჩუსტებითვე ვიყო წარმოდგენილი ან რა ვიცი ბარემ გავიპრანჭო მაინც გაპრანჭული იმების მონაწილეების ყურება ალბათ უფრო მოგწონთ და გიხარიათ რა ვიცი მეც უფრო კარგად გუცნობ ხოლმე თავს რაც კარგად რო ვარ გამოწყობილი დიუ ეს ლამაზია ხა აი ხომ გავს ცოტა თუ არა მგავს დიუ ესეთი ბავშვია და ძალიან მიყვარს ხახნოს არის 6 წლის მაგრამ არის ჩემი ბეიბი არის ის არის პატარა და უნდა ხან დაჩოთქვეს ეს ის ხოლმე მელოდება ვერ ხდება რომ რატო არ ვჩოთქავ ჩემი აზრით მე თუ დავრჩები დღეს აუთსაიდერებში კი ვარ, მაგრამ დღეს თუ დავრჩები, ჩემი აზრით უფრო და უფრო საინტერესო გახდება, იმიტომ რომ ასე თუ ისე გავიგეთ ყველა ვინ არის. ნუ მაინც არის ხოლმე მომენტი, რომ დავუშვათ ახალი გაცნობილია, ვაცადოთ, იქ რაღაცა ბოროტობა გითხრა, შეეშალა. ნუ არა უშავს ადამიანები ვარ შეეშალა, მაგრამ ხა სისტემატურად რო აგრძელებს ადამიანი შენს ბულინგს თუ რაც არის ცუდ რაღაცებზე ლაპარაკს სტრიმებში იქნება თუ ინტერვიუებში და რაღაცა სულ გაკრიტიკებს და სულ ცუდს ხედავს შენიც ალბათ უკვე ნიშნავს რომ ცოტა ეს ადამიანი თუ გამოიცნობთ ვიზე ვამბობ ჩემ შემთხვევაში თუ გამოიცნობთ ვიზე ვამბობ დღეს ლაივი იქნება 11 საათზე თუ გამოიცნობთ ვინ არის ხოლმე რომ სულ მაკრიტიკებს და სულ თვითონ არის მართალი და სულ მე ვარ არასწორი აბა ვინ არის ეგეთი მოკლედ ცოტა ხანში კიდე ჩავერთვები ლაივში აქ დავდებ კი დღეს იქნება 11 საათზე რუსთავი 2-ის ეთერში მარიამის სწორი იყო თუ არასწორი ეს არის ამ ადამიანის გადასაწყვეტი და ფიქრები. ვერავინ ვერ ვაიძულებთ ერთმანეთს, რომ ის ვილაპარაკოთ, რაც მხოლოდ ჩვენ მიგვაჩნია სწორი და ჩვენ გვინდა რომ სხვებმა ილაპარაკონ, ხო? ესია.
თუმცა ახლა მე იმასაც გეტყვით, რომ მარიამის მხარდაჭერა ჩემ შემთხვევაში იმით იყო განპირობებული, რომ არ მომწონს, როცა ერთ გოგოს ესევა ყველა და ყველა ეჩხუბება და ყველა ლანძღავს, მით უმეტეს, როცა ეს ადამიანი მაგ დროს არ გრძნობს თავს კარგად და ეხლა მეც დავდგე და ვაიმე ხო იცი რა არის უმრავლესობა რახან ესე ფიქრობს, რომ შენ არასწორი ხარ, მეც ახლა რაღაცა ანგელოზისებრი ის მოვირგო მანტია, რომ ვაიმე ხო მარიამ ის როგორი არასწორი რაღაც თქვი და ქულები დავიწერო და ასე შემდეგ. არ მიმაჩნია რა ეგ სწორად. ახლა ცალკე შეგიძლია მე ადამიანს დაელაპარაკო და რაღაც, თუმცა ნუ მანდ კიდე გადაცემაში არ ვიცი როგორ და რანაირად მე არ ვამბობ რომ მარიამი არის ყველაფერში მართალი და სწორი. მე ვამბობ იმას რომ ჩემ შემთხვევაში მარიამთან გვერდში დგომა და მხარდაჭერა უფრო მნიშვნელოვანი იყო ვიდრე თითისქნება და ჭკუის წალობა რომ აი მე ხა მარიამ შე როგორი არასწორი ხარ. ნუ ზოგიერთმა მონაწილემ რომ გააკეთა რა, იმიტომ რომ რაღაცა ესე უფრო კარგი ტიპები გამოიჩნდნენ თვითონ ალბათ არ ვიცი ვერ გეტყვით. ხო, მუზებსაც შეეხება არანაირი ცუდი ურთიერთობა მათთან არ მაქვს. მარიამ და ჯავახე კი საყვარლები არიან. არა, ლორენცოზე არ ვამბობ ამ შემთხვევაში. ამ შემთხვევაში ლორენცოზე არ ვამბობ. ლორენცო არის ძალიან საყვარელი. სხვათა შორის მე როგორც ვთქვი, არის ერთ ყველაზე ნიჭიერი, ჭკვიანი და სტრატეგიული და ქარიზმატული მონაწილე. ასეთივე ძალიან კომუნიკაბელურია, როგორც კამერებთან მუშაობს, ესევეა ჩვენთანაც და ლორენცო არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მონაწილე. მე ლორენცო ძალიან კარგად ყავს დახასიათებული ყოველთვის. ნუ წითელი დროშების თემაშიც ვთქვი, რომ ძალიან ჭკვიანი და ძლიერი მონაწილეა, სტრატეგიული ამავ დროს და ეხლა ასე ვფიქრობ. კი საყვარლები არიან. მოკლედ, მეგობრებო, წავედი ახლა. დაგიმშვიდობებით და ცოტა ხანში შევჩაგერთობით და ჩემ ბასასის დავჩოთქავ, ძალიან მელოდება.